წინააღმდეგობის და აჯანყების უფლება კონსტიტუციური უფლებაა? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გამოთქმულა, თუმცა რა არის რეალურად სინამდვილე საკმაოდ საინტერესო საკითხია და სწორედ ამ საკითხზე მსურს რომ გესაუბროთ დღეს. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ბუნებრივია საქართველოს კონსტიტუციის შესახებ საუბრით და ვთქვათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ასევე ზოგადად საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც შეიძლება საქართველოს კონსტიტუციაში არ იყოს მითითებული ან ჩამოთვლილი, თუმცა ის გამომდინარეობდეს ერთი მხრივ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან და მეორე მხრივ საერთაშორისო აღიარებული სტატუსი გააჩნდეს. სწორედ საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით არის საკმაოდ საინტერესო წინააღმდეგობისა და აჯანყების კონსტიტუციური უფლების თავისებურებანი და მნიშვნელობანი. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კონსტიტუციონალიზმი სწორედ ამ წინააღმდეგობაზე არის დაფუძნებული და მაგალითად შემიძლია გავიხსენო თავისუფლების დიდი ქარტია, რომელიც სწორედ ბრძოლის შედეგად და წინააღმდეგობის შედეგად იქნა თავის დროზე მოპოვებული მოქალაქეების მიერ. ამის შემდეგ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ როდესაც ხელისუფლება არღვევს ადამიანის ბუნებით უფლებებს, ხალხს აქვს უფლება და ვალდებულებაც კი, რომ დაამხოს ასეთი მთავრობა და შექმნას ახალი. ეს არის კლასიკური განმარტება აჯანყების და წინააღმდეგობის უფლებისა. გარდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციისა, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება იყოს გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომლის პრეამბულაც ასევე მიუთითებს ხალხის უფლებას წინააღმდეგობისა და აჯანყების შესახებ. ასევე ცალკეული ქვეყნების კონსტიტუციები განამტკიცებენ წინააღმდეგობისა და აჯანყების უფლებებს. მათ შორის ჩვენ უნდა ვახსენოთ საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მეორე მუხლი, გერმანიის ძირითადი კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი და ასევე პორტუგალიის კონსტიტუციაც კი. შესაბამისად, გამომდინარე აქედან, საერთაშორისო სამართლებრივი მოწესრიგების პირობებში კონსტიტუცია განამტკიცებს მსგავს წინააღმდეგობის უფლებას და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაგვრისადმი წინააღმდეგობის